სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი, ათასობით აბიტურიენტი უკვე აქტიურ მზადების რეჟიმშია და ახლა მათთვის ერთ-ერთი მთავარი კითხვა სწორედ გამოცდების თარიღებია, როდის დაიწყება საგამოცდო მარათონი, რომელ დღეებში ჩატარდება ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენის, მათემატიკისა და სხვა საგნების გამოცდები. მოკლედ რა უნდა გაითვალისწინონ მომავალმა სტუდენტებმა, ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია სწორედ ახლა გავიგებთ. თამარ მემანიშვილი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი იმყოფება ჩვენთან სტუდიაში და რომელთანაც გვაქვს შეკითხვები. ცხადია, მოგესალმებით. დილამშვიდობის თამარ. წარმატებულ საგამოცდო წელს გისურვებთ. თავდაპირველად ეს წუთია, რამდენიმე წუთია პრინციპში ცნობილი გახდა გამოცდების განრიგის შესახებ, რომ გვითხრათ, როგორია 2026 წლის საგამოცდო კალენდარი. აი ესე ჩვენი ეთერიდან გავაჟღეროთ. ერთხელ სულ რამდენიმე წუთის წინ დაიდო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე და შესაბამისად აბიტურიენტებმა უკვე იციან კონკრეტულად რომელ საგანში როდის ექნებათ გამოცდა. გამოცდებს ვიწყებთ 2 ივლისს. ტრადიციულად საგამოცდო კალენდარი იწყება ქართული ენით და ლიტერატურით. 2 ივლისს, შემდგომ მოყვება ინგლისური ენის გამოცდა, შემდგომში სხვა გამოცდები, კალენდრის მიხედვით შეუძლიათ აბიტურიენტებს დეტალურად გაეცნონ მათთვის საინტერესო საგნებს და აბიტურიენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდება 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით. დიდი ციებცხელება მოკლედ ყველასთვის იწყება და წარმომიდგენია ახლა როგორია მღელვარება ყველას ოჯახში და ხშირ შემთხვევაში აბიტურიენტებთან ერთად ძალიან ღელავენ და ნერვიულობენ ხოლმე მათი მშობლებიც, ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ ისინიც ახლა ძალიან ყურადღებით გვადევნებენ თვალს. მოკლედ როგორც მოხდით, ეს არის ზოგადი გამოცდების განრიგი და აი რაც შეეხება უკვე კონკრეტული საგამოცდო დღის და საგამოცდო ცენტრის შესახებ ინფორმაციას, აი ამის შესახებაც რომ ვუთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს. აბიტურიენტებს ყოველთვის აინტერესებთ, რა თქმა უნდა, კონკრეტულად მათ როდის მოუწევთ გამოცდის ჩაბარება შესაბამის საგნებში, რაც მათ არჩეული აქვს, შესაბამისად ინფორმაცია იმის შესახებ კონკრეტულ აბიტურიენტს რა თარიღში მოუწევს გამოცდის ჩაბარება და რომელ საგამოცდო ცენტრში, საგამოცდო ცენტრებისა და კონკრეტული თარიღების შესახებ ინფორმაციაც ასევე რამდენიმე დღეში უკვე გამოქვეყნდება და მათთვის შესაბამისად ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი პროგრამის მეშვეობით, სადაც ნახავენ ამ ინფორმაციას, ამობეჭდავენ საგამოცდო ბარათს და ამ საგამოცდო ბარათით გამოცხადდებიან შესაბამის საგამოცდო ცენტრში. კი ბატონო, ქალბატონო თამარ, გასულ წლებში საგამოცდო ბარათი, ესე იგი, პირადობის მოწმობასთან ერთად იყო ერთგვარი საშვი იმისთვის, რომ გამოსაცდელი შემდეგ უკვე დაშვებულიყო საგამოცდო ცენტრში გამოცდაზე. ამ მხრივ ხომ არ არის რაიმე ცვლილება და კორექტირება? არა, ეს წესი უცვლელად რჩება. აბიტურიენტს აქვს ვალდებულება, რომ ამობეჭდილ საგამოცდო ბარათთან ერთად საგამოცდო ცენტრში წარმოადგინოს ასევე თავისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა თუ აღმოჩნდა ისეთი შემთხვევა, რაც წინა წლებში რა თქმა უნდა ქონდა ხოლმე, რომ დარჩა მას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დარჩა საგამოცდო ბარათი, ამ შემთხვევაში ჩვენი პროცედურებისა და წესების დაცვით მათ გაუწევენ ადგილზე კონსულტაციას, ამოუბეჭდავენ საგამოცდო ბარათს და იმ შემთხვევაში თუ კი მათ სახლში დარჩათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ეს მათ არ შეუშლის ხელს გამოცდის ჩაბარების პროცესში, ჩააბარებენ გამოცდას საგამოცდო ცენტრში შეუფერხებლად, თუმცა 12 სამუშაო დღის ვადაში მათ მოუწევთ, რომ წარმოადგინოთ იმ საგამოცდო ცენტრში, სადაც გამოცდა ჩააბარეს, მათი პირადობის პირველი პრეცედენტია, ხო? არ არის პირველი, ასე იყო, უბრალოდ მათ რომ არ შეეშალოთ ხელი, არ მოუწიოს სახლში გაბრუნება და დოკუმენტის უკან მოსტანა. სტრეს ფაქტორი მოხსნილი არის, ჩააბარებენ გამოცდას და უკვე მოგვიანებით წარმოადგენენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და თუ მოხდება ისე, რომ ცენტრის წარმომადგენლების მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მაშინ უბრალოდ მათი ნაშრომი არ გასწორდება. ამიტომ და გაუქმდება შედეგები. ესე იგი, პირადობის მოწმობის დარჩენა სახლში არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ვერ მოახერხებთ გამოცდაზე გასვლას, თუმცა ამით ჩვენ რომანტიზირებას არ ვახდენთ იმისა, რომ პირადობის მოწმობა სახლში დახვჩეს. ცხადია, აუცილებლად ეს არის მე მგონი ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა მოვისინჯოთ სანამ სახლიდან გახვალთ, გვაქვს თუ არა პირადობის მოწმობა, რომ შემდეგ რაღაც გარკვეულ ექსცესებს არ ქონდეს ადგილი. არა, იმედი მაქვს, რომ ასეთი არავისთვის არ იქნება, მით უმეტეს წლიდან წლამდე და უბრალოდ სწორედ მანამდე მთელი სასკოლო პერიოდიც ადამიანს
ადამიანები შეიძლება ითქვას, რომ აი ზუსტად ამ მომენტისთვის ემზადებიან ხოლმე აბიტურიენტები ამ შემთხვევაში. მოდი გავაგრძელოთ იმით, რამდენი საგამოცდო ცენტრი არის წარმოდგენილი და რომელ ქალაქებში თუ შეგვიძლია რომ ესეც გავაზიაროთ. ჩვენ საქართველოს მასშტაბით როგორც წინა წლებში გვაქვს 24 საგამოცდო ცენტრი. 24 საგამოცდო ცენტრიდან 9 საგამოცდო ცენტრი თბილისში არის გამომდინარე იქედან რომ ყველაზე მეტი აბიტურიენტი ირჩევს თბილისს და რეგისტრირდება თბილისის საგამოცდო ცენტრებში. დაახლოებით 9 რეგისტრირებული აბიტურიენტებისა მოდის თბილისში. შესაბამისად თბილისში გვაქვს 9 საგამოცდო ცენტრი და შემდგომ უკვე ბათუმში არის საგამოცდო ცენტრი და პლუს 1 ცენტრი გვაქვს ხულოში, ქუთაისში საგამოცდო ცენტრი, იქაც 3 არის და დანარჩენ ქალაქებში უკვე თითო საგამოცდო ცენტრი არის აბიტურიენტთა რაოდენობის გათვალისწინებით. სულ გვაქვს 24 საგამოცდო ცენტრი 12 ქალაქში. 24 საგამოცდო ცენტრი და გამომცდელების რაოდენობა არის, გამოსაცდელების უпростоრედ რაოდენობა არის საინტერესო ასევე სტატისტიკის მიხედვით როგორია? ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გვყავს რეგისტრირებული 43000-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა მოგეხსენებათ, რომ აი ამ პერიოდში 2 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდები არ გვაქვს. გვაქვს სამაგისტრო გამოცდები, სადაც მაგისტრანტობის მსურველთა რაოდენობა 10000 საჭარბებს, გვაქვს ასევე მასწავლებლების გამოცდები, სადაც რაოდენობა 29000 საჭარბებს. შესაბამისად, დაახლოებით 83000-ზე მეტი გამოსაცდელი პირი ყავს ცენტრს ივლისის პერიოდში. სერიოზული გამოწვევა, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევ როგორც ყოველ წელსაც შესაბამისად ღირსეულად უპასუხებთ. შევეხოთ საგამოცდო სიახლეებსაც. საინტერესოა იგივე აი ტესტურ ფორმატში თუ არის გარკვეული ცვლილებები ამ მხრივ თუ უნდა ელოდონ სიახლეებს, დარწმუნებული ვარ რომ ეს აბიტურიენტებისთვის ცნობილია, მაგრამ საინტერესოა ეს ფორმატი რას გულისხმობს წელს. ტესტურ ნაწილთან დაკავშირებით დავალებების ნაწილი აშინებთ ხოლმე ყოველთვის და ამასთან დაკავშირებით არის კითხვები და სტრუქტურა არ შეცვლილა. აბიტურიენტებს შეუძლიათ გაეცნონ წინა წლების საგამოცდო ტესტების ნიმუშებს და სტრუქტურული თვალსაზრისით სტრუქტურა ტესტის არ შეცვლილა. ამასთანავე ჩვენ გავაკეთეთ ასევე და ჯერ კიდევ მიმდინარეობს ონლაინ ფორმატში შეხვედრები თითოეული საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენელთან და უკვე აი კონკრეტული და დეტალური კითხვები კონკრეტულ დავალებებთან დაკავშირებით აბიტურიენტებს შეუძლიათ მათ დაუსვან, არა მარტო აბიტურიენტებს მაგისტრანტობის მსურველებისთვის ცალკე გვაქვს შეხვედრები, ასევე მასწავლებლობის მსურველი კანდიდატებისთვის. ამიტომ ამ ნაწილში ცვლილება არ არის, შეხვედრები გრძელდება, ცენტრი მოიცავს შეხვედრას აბსოლუტურად. აი, რასახის შეხვედრებია ეს, იმიტომ რომ როგორც წესი, საინფორმაციო კამპანია ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე თითოეული აბიტურიენტისთვის, გამოსაცდელისთვის, იმიტომ რომ მაქსიმალურად მობილიზებულები, ინფორმირებულები იყვნენ და არც ერთი კითხვა აღარ არსებობდეს. რასახის შეხვედრები ტარდებოდა და რასახის შეხვედრები? ეს შეხვედრები შეეხება ჩვენ ჩავატარეთ ასევე კამპანიის ფარგლებში ღია კარის დღეები, რომელიც დაეთმოს რეგისტრაციის პროცედურებს და უფრო ტექნიკურ საკითხებს, ასე ვთქვათ, თუმცა აბიტურიენტებისთვის და ყველა გამოსაცდელისთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო საინტერესო არის თვითონ დავალებების ტესტური ნაწილი, ხო, იქ როგორი სახის დავალებები მოდის. ამიტომ თითოეულ საგანში ის ადამიანები, ვინც ტესტებს ქმნიან, მათზე მუშაობენ, ექსპერტები, ასე ვთქვათ, ყველაზე კარგად ვისაც ესმის აი ამ დავალებების შექმნის პროცესი და თვითონ საგანიც, უშუალოდ ამ ადამიანებთან არის შეხვედრები, რა თქმა უნდა, აბიტურიენტები ირჩევენ იმ საგნებს, რა საგნებსაც აბარებენ და მათ შეუძლიათ იქ დასვან კითხვები, მაგალითად, თუნდაც ღია დავალებებთან დაკავშირებით, მათემატიკურ დავალებებთან დაკავშირებით და ძალიან ბევრი კითხვა აქვთ. რომ დაუშვათ თუ დავალება არ მივიდა ბოლომდე, ამ შემთხვევაში შეფასების სქემა რას ითვალისწინებს შეფასების ნაწილში და ასე შემდეგ. შესაბამისად, აი ამ საკითხებთან დაკავშირებით კარგი ჩართულობა გვაქვს აბიტურიენტების მხრიდან და აი ამ უკვე საგამოცდო პერიოდში უფრო რეკომენდაციებს და პრაქტიკული ხასიათის რჩევებს იღებენ დავალებების შესრულებასთან მიმართ. რჩევები და რეკომენდაციები ახსენეთ და აუცილებლად უნდა გკითხოთ. გამოცდებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, ჩვენ ღელვარება ვახსენეთ, რაც ნუ თან ახლავს ხოლმე ამ პროცესებს ყოველთვის, იმიტომ რომ ბუნებრივია პასუხისმგებლობა იმ საქმის წინაშე, რომელსაც ამდენი ხნის მანძილზე ამზადებ ამ დღისთვის და რა თქმა უნდა, მშობლების, ოჯახის წევრების და ასე შემდეგ. კენწეროში რომ
რომ უნდა გატკბილდეს ეს ეტაპი დგება. გატკბილდება, იმედი მაქვს თითოეული მათგანისთვის, მაგრამ აი რა იქნება ეს მთავარი რეკომენდაციები, რომელიც გამოსაცდელებმა უნდა გაითვალისწინონ საგამოცდო რეჟიმში? მთავარი რეკომენდაცია იქნება პირველ რიგში ის, რომ მათ უნდა ამობეჭდონ საგამოცდო ბარათი, ყურადღება უნდა მიაქციონ გამოცდის თარიღებს, იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც გამოცდა შესაძლებელია იმავე დღეს აქვს, მაგრამ ორ სესიად მიმდინარეობს დღეში იციან აბიტურიენტებმა, ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ყურადღება მიაქციონ არ აერიოთ საგამოცდო ცენტრი და გამოცდის თარიღი. ასევე თან აუცილებლად იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. და რაც შეეხება საგამოცდო ცენტრებთან დაკავშირებით ვიტყვი რომ ასევე მიაქციონ ყურადღება მის სამართს განსაზღვრონ დრო დაუშვათ რა დრო დაჭირდება. ხდება ხოლმე ესეთი ექსესები მაინც? ხდება ესეთიც რომ ერევათ საგამოცდო ცენტრი ან სხვა დროს მოდიან გამოცდაზე. და წელს ჩვენ სიახლე გვაქვს 4 საგამოცდო ცენტრი ჩავანაცვლეთ. თბილისში 2 საგამოცდო ცენტრი შეიცვალა, 1 საგამოცდო ცენტრი ბათუმში და 1 ოზურგეთშიც გამომდინარე იქედან, რომ გამოსაცდელთა ნაკადი საკმაოდ დიდი იყო და არსებული საგამოცდო ცენტრებით გამოცდების ჩატარების უზრუნველყოფას ვერ მოვახდენდით. ამიტომ ამას აუცილებლად მიაქციონ ყურადღება, აუცილებლად გაეცნონ იმ პროცედურებს გამოცდებთან დაკავშირებით, რაც აიტვირთება ცენტრის ვებგვერდზე, ყურადღება მიაქციონ იმ ნივთების ჩამონათვალს, რაც საგამოცდო პროცესში დაუშვებელი არის, რომ თან გქონდეთ. და მშვიდად წყნარად შეასრულონ ის დავალებები, რაც მათ საგამოცდო ცენტრებში დახვდებათ. ცენტრი შეუქმნით მაქსიმალურად არასტრესულ გარემოს, ყველა თანამშრომელი ცენტრის განთავსებული არის ცენტრში იმისთვის, რომ მათ მაქსიმალურად უსაფრთხოდ, მშვიდად, ნაკლებად სტრესულ გარემოში შეძლონ გამოცდების ჩაბარება. და კიდევ ერთხელ ვუსურვებ მათ წარმატებას. ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა და ყველას წარმატება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კარგი შედეგებით დაასრულებს თითოეული მათგანი ამ წელს და გადადგამს უკვე იმ თავარ ნაბიჯს, რასაც უკვე განათლებაში, ახალ პროფესიულ ცხოვრებაში შებიჯების ეტაპი ქვია. კი ბატონო, კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება მათ ცხოვრებაში და შესაბამისად ამ ახალ ეტაპზე წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და წარმატება რა თქმა უნდა თქვენ დაწმუნებული ვარ, რომ ექსესების გარეშე ჩაივლის ყველაფერი, მობილიზება და მზადყოფნა, მზაობა შესაბამისია და ახლა უკვე ჯერი თქვენია, ძვირფასო გამოსაცდელებო, წარმატებები.